ეს ქუჩისარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო ნაძალადების რაიონში. მიმდინარე პროცესი ადგილზე თბილისის მერმა რაიონის გამგებელთან ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა. მისი თქმით, რკინიგზის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები 35 წელია არ ჩატარებულა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში კაპიტალურად შეკეთდება 6000-ზე მეტი კვადრატული მეტრი გზის საფარე, მოეწყობა საფუძველი და ტროტუარი, დაიგება 2 ფენა ასფალტი. პროექტი 9 მილიონზე მეტი ჯდება. 35 წელი აქ გზა არ გაკეთებულა და ხანს აწუხებდა ეს პრობლემა. რაიონულმა გამგეობამ დაგეგმა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მოიცავს რკინიგზის ძველი ლიანდაგების მოხსნას, შესაბამისად გზის საფარი კეთდება თავის გვერდულებით, ბორდიურებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც ამ ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების, ისე პარალელ ქუჩებზე მცხოვრები მოქალაქეებისათვის, იმიტომ რომ ამ გზის აი ამ ყოფაში ყოფნა და არსებობა პრობლემას უქმნიდა ზოგადად ამ პერიმეტრზე მცხოვრებ მოქალაქეებს. ტრანსპორტისთვისაც ფეხით მოსიარულეებისას უკვე საშუალებას წარმოადგენდა ზიანდებოდა როგორც მან ტრანსპორტი, ასევე ფეხით მოსიარულეებს, რომ გუბეები დგებოდა, ძალიან დიდი თხრილები ჩნდებოდა.